საქართველოს მელიორაციამ სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და რეაბილიტაციის სამუშაოების გეგმები განსაზღვრა. შეხვედრაზე რეგიონში სარწყავი სისტემების არსებულ მდგომარეობაზე, ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის გასატარებელ ღონისძიებებსა და მათი სრულფასოვნად ფუნქციონირების საკითხებზე იმსჯელეს. საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად რეგიონში საირიგაციო სისტემები დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაციასაც კომპანია უახლოეს პერიოდში გეგმავს. ჩამოვაყალიბეთ ახალი რეგიონული სამსახური და ეს გავაცნოთ რეგიონის ხელმძღვანელობას, მუნიციპალიტეტის მერებს, მათთან ერთად დავგეგმეთ სამომავლო პროექტები, გავეცანით არსებულ პრობლემებს. მერებმა ისაუბრეს თითოეულ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, აგრეთვე მომავალი გეგმები დაიგეგმა, რა შეიძლება გაკეთდეს 2026 წლის ბიუჯეტით. გაგვაცნო მელიორაციის დირექტორმა იმ გეგმების შესახებ, რასაც გეგმავენ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში არსებული ნაკვეთების სავარგულების გასარწყავიანება და მელიორაციის სამსახურის მუშაობა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ითვლება. ჩვენ შორის მოხდა ინფორმაციების გაცვლა, თუ რას ვფლობთ ჩვენ მიმდინარე წლის განმავლობაში, როგორც ტექნიკურ ბაზას და ასევე დაისახა სამომავლო პირობები, მოსმენილი იქნა ჩვენი პრობლემები.